ინდივიდუალური მეწარმე მცირე ბიზნესის სტატუსით. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ՇՊС ან სააქციო საზოგადოება. მესამე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და სხვა ბევრი საგადასახადო შეღავათი, რომელიც არსებობს საქართველოში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითად ის რომ ფიზიკური პირები საქართველოში იბეგრებიან მხოლოდ საქართველოს წყაროდან მიღებული შემოსავალზე. თუმცა რა განისაზღვრება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავალს? ეს არის ასევე განსაზღვრული საგადასახადო კოდექსით. და რის თქმა მინდა რომ ეს და სხვა საგადასახადო შეღავათები რაც არსებობს საქართველოში არის ძალიან მიმზიდველი ცხადია, მაგრამ ასევე უმნიშვნელოვანესია რომ ადამიანმა და კომპანიამ გამოიყენოს ისინი ისე როგორც ამას განსაზღვრავს საგადასახადო კოდექსი და არა როგორც თვითონ განსაზღვრავს ამას. როგორც ხშირად ხდება არასწორი ინტერპრეტაცია საგადასახადო კოდექსის. ამიტომ კვალიფიციური საგადასახადო რჩევისთვის მიმართეთ საგადასახადო იურის მაგალითად მე, კომპანია LTAs.